ხვიჩა კვარაცხელია ჩემი აზრით დახატავს. აუ იფარეს ლივერპულში 90. 10 მოუმატე კაცო. აქ ორი თუნდა თუნდა. არა. 5 თანაც 90. ხო, მე როგორც მივხვდით მაყურებლებო ფინანსური fair-play ჯარიმა მოვიდა -25. 25 რა ამბობია. არ ვიცი, ბიჭო 65 მილიონი დავკარგე უკვე სისულელის. 25 იყო ანდრო? კი. მოგესალმებით მეგობრებო, სეტი ახალი თამაშით ბრუნდება. ამჯერად აუქციონის მოყვარულებს ალბათ გაუხარდებათ ეს თამაში და მოეწონებათ, იმედი მაქვს და არა მარტო მათ, სხვებს. პრემიერა მეგობრებო, ასეთი თამაშის, რომელსაც სახელად ქვია, მოდი გადავაწყოთ გუნდი. გადააწყე. ახლა რა ხდება ამ თამაშში? ამ თამაშში ჩვენ მოვიტანთ თითო კლუბს, დღევანდელ მოცემულობას და ჩვენი სტუმრები შეეცდებიან, რომ ეს კლუბი გახადონ უფრო ძლიერი, ანუ რო წარმოვიდგინოთ სატრანსფერო ფანჯარას იყენებენ იმისათვის, რომ ეს კლუბი გაძლიერდეს. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ რეალისტური იყოს ფასები ფეხბურთელების და იმ ფეხბურთელების მოყვანის საშუალებაც, რა თქმა უნდა, რომლებიც ბაზარზე არიან, თუმცა რა თქმა უნდა, რაღაც იმისთვის, რომ საინტერესო იყოს, ვიღაც ისეთ ფეხბურთელებსაც გამოვიყვან, რომელთა გადასვლა ამა თუ იმ კლუბში ამ წამს არ წარმოგვიდგენია დიდად. ყველა პოზიციაზე გამოვიტან ფეხბურთელს, ანუ მაგალითად 11 პოზიცია ხო არის? მეკარეს ვიტყვი დღევანდელი მეკარე ვინ არის? თქვენ მოთამაშეები გადაწყვეტ, ყიდით თუ იტოვებთ. მას შემდეგ თუ ერთი მოთამაშე მაინც მეტყვის რომ ყიდის, ფასი იქნება მოცემული ამ ფეხბურთელის რამდენად ყიდის. შემდეგ გამოვა სამი ვარიანტი, ვისი ყიდვა შეუძლია და რა ფასად ამ ფეხბურთელის მაგივრად. ან შეუძლია უბრალოდ სკამიდან დააწინაუროს ვიღაცა, რაც უფასო არის აბსოლუტურად. თუ მაგალითად სამიდან ორი მოთამაშე მაინც იტყვით რომ ყიდი მოთამაშეს და მე იმ ბაზარზე გამოტანილი ფეხბურთელებიდან ერთი და იგივე გენდომებად, მაშინ ერთმანეთში უნდა ივაჭროთ. აუქციონის პრინციპით. კი ბატონო. დღევანდელი ჩვენი სტუმრები. ზუკა კობალავა, გიორგი ციხისთავი და ანდრო ხელაძე. მეგობრებო, თქვენ გაქვთ 100 მილიონი ყველას და მოთხოვნა რა არის? პირველი მოთხოვნა, სანამ იმ მოთხოვნებს გახსნით, რომელიც ქარდების სახით წინ გიდევთ, მაყურებელს ასევე შევახსენებ, რომ ერთი იქნება კლუბის მენეჯმენტიდან მოთხოვნა, რომელიც უნდა შეასრულოს და შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელის არჩევის შემდეგ ასევე მოგიტანთ ფინანსურად რა ძვრები მოხდა ამა თუ იმ პროცესში, რომელმაც შეიძლება თქვენი ბიუჯეტი გაზარდოს ან შეამციროს. მოკლედ 100 მილიონი გაქვთ, ხო, მინუსებიცაა და პლუსებიც. 100 მილიონი გაქვთ და თქვენ კლუბის უფროსობა გთხოვთ ესეთ რამეს, რომ გუნდი უნდა შეიცვალოს, გაახალგაზრდავდეს თუ რაც გინდა დაარქვით, ისე რომ ამ სეზონში ან ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, ან მოიგოს ინგლისის პრემიერ ლიგა და ასევე შემდეგ სეზონშიც ამ გუნდმა უნდა გააგრძელოს წარმატებული სულა მცირე ცვლილებებით. გასაგებია, კაიცაში ალბათ უფრო კარგად გავერკვევით. კი. ეხლა შეიძლება ცოტა რთულად გუჩვენებო, მაგრამ თუ შეიძლება რომ აიღოთ ბარათები, რას გთხოვთ თქვენ კლუბი, განსხვავებული ბარათებია, ბევრი არის და ხო, აი ვის რომელიც გინდათ აიღეთ და თითო წაიკითხეთ ზუკასგან დავიწყოთ. წავედით. სათადარიგოდან ერთ კაცზე მეტის ამოყვანა არ შეგიძლია არის ჩემი. ალბათ ერთზე მეტს არ საპირებდი. შენ რა? შეიძლება. იყიდეს სამი ფეხბურთელი პრემიერ ლიგის მიღმა. ვაი, კარგია. მე მარტივი დავალება მაქვს ფლაგის მცველებიდან ერთი მაინც უნდა შეცვალო. რასაც ალბათ ისეაც ვიზამდი. შეიძლება ეხა ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, რაც შეიძლება საერთოდ არ იყოს ადეკვატური და სწორი, ხო? მაგრამ შოუსთვის და იმისთვის რომ საინტერესო იყოს, მე მგონი უნდა წავიდეთ, ხო, მაგრის გზაზე. ბიჭო, ხო და მე კიდე ისეთი მაქვს, რომ აი გააჩნევ ის მომიყვანს, თორე დიდი სეუნები თუ ვერ შეასრულებს რა ხდება? ვერ შეასრულა გუნდის გადაწყობა და ავტომატურად წააგო. გასაგებია. და გაუშვეს მენეჯმენტიდან. გაუშვეს, მოხსნა სამსახური. სპორტული დირექტორი. ხო, ჯილუტად რომ მაინც არ კიდულობ. ხო, ანუ ციხეს სპორტული დირექტორობის კარიერა ესე დასრულდება 40 წუთში. 40 წუთში. დავიწყოთ, არეულად ვიტყვი პოზიციებს, რომ ესე არ მიყვეთ აუცილებლად და დავიწყოთ, მოდი პირველ რიგში იყოს ჩამშრელი დავიწყოთ. თქვენ შეგიძლიათ გრაუნბერხი გაყიდოთ 80 მილიონად. მე არ ვაპირებ მაგის ელეთებს. კი ბატონო. გრაუნბერგს მე ვიტოვებ აუცილებლად ამ სეზონში. მიუხედავად ტრავმიანობისა. შოუს ვერ დავდგამ რა თქმა უნდა, თუ თulit რო უნდა დარჩეს, უნდა დარჩეს. ამ ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია ამჟამინდელ ლივერპულში და მომწონს მისი სათამაშო სტილიც. გულშემატკივრობდი ჯერ კიდევ აიაქსიდან და რატომ უნდა გავყიდო.
ხო, ისე სკამიდან თუ ამოწევდით ენდო ამოვიდოდა და ვარიანტები იყო ბალება, ვორტონი და პალინია. აი ვორტონი ძალიან მოწონს. კაია. სამე უფრო იაფიღირდა, აქ შეგეძლოთ ფული დაგეზოგათ და მოგეგოთ. ამ სამი და ვორტონი ძალიან მომწონს, მაგრამ ლივერპულში მაინც არ ჩავსვამდი. მე მგონია რომ უფრო მანჩესტერის კადრი არის. მაშინ გრაუნბერგი ყველას ყავთ გუნდში. კი ბატონო. სამივეს მიჩვენია გრაუნბერგი, უბრალოდ სამივე კარგი იყო თქვა. მაგრამ გაუარესდებოდა გუნდი რა. კი ბატონო. მეკარე, ალისონი 20 მილიონი. 20 მილიონს გვაძლევ, ხოლოდ იმიტომ რომ ხონა რეალობა გავითვალისწინოთ, ალისონის ასაკი ამდენად უნდა გაიყენოს ხა ალისონი 20 მეტად არ გაიყენო. ნუ სკამინა ვინმე უნდა ამოწიო მამარდაშვილი, რაც ალბათ აპირებს კიდეს ლივერპული, ადრე თუ გვიან, იმიტომ რომ ისე არ გადაიხდიდა ამ ხილად თანხას მეკარეში და თან არ შეელეოდა. არა, უბრალოდ ჯერ უნდა მithათ ყიდი თუ არა და სკამხერთან სხვა პოზიციებსაც გეტყვით. ანდრო ასაბუთებდა რა მაგას. ხო, მესმის ხო, უბრალოდ არ გეგონოს რომ ავტომატურად აუცილებლად სკამს იჭრებ. ჯერ სხვა ვარიანტებსაც გეტყვი და სკამი უფასო არჩევანი არის. ხო, არა, მე მიუხედავად იმისა, რომ ალისონ ბეკერი არის ალბათ ტოპ 3 მეკარე, ამჟამად სოფლიოში შეიძლება ვიღაცაებისთვის საუკეთესოც ასაკიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ბრაზილიელია მაინც და იწყებათ ხოლმე ასე დროს რეგრესი მეკარეებს. გავყიდით თან მამარდაშვილი მგონია, რომ ძალიან კარგი ვარიანტი იქნება. ხო. ანდრო თუ ყიდის, მოდი მე დავიტოვებ. მე ძალიან მეგონა რომ შენს გაკიდდი. იმიტომ რომ მეც ვიტოვებ ნიკა ამინდი. იმიტომ რომ ეხლა უკვე ერთი მნიშვნელოვანი ტრამვები რაც აქ ზოგადად ეგ მოითავა ჩემი აზრით. და ეხლა დადგება ამ სეზონში ასე რომ პრემიერ ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოსაგრება და ალისონის საჭირო კაცია და წესით მეტი ტრამვა აღარ უნდა ქონდეს. თუ ექნება პატარა. თუ არა და მამარდა ყავს კამიდან. მოკლედ ეგ მოცემულობა ხო შემოდის ჩვენ ამ მსჯელობაში რომ ალისონი რომ დაიმტრევა ამ გუნდის სათარგოთას კამიდან შემოდის მამარდა. ხო ეგრეა? ეგ არის. შვენიერი. ალისონს ტოვებ. თან სეზონური გრიპივით ახლა თუ ალერგიასავით, მაგის ალერგიასავით, მაგის ტრავმა და ხო და მოვითავეთ, ერთი სერიოზული მოვითავეთ, ეგ არის. ანუ 20 მილიონი არ არის ბევრი. არა, ძალიან სუდი გადაწყვეტილება მიიღეთ უბრალოდ, ხო რა 20 მილიონი. ხო, აი შენ ადგილას რატო არ გავყიდით 20 ცოტაა ჩემთვის. გეტყვი ანდრო შენ ვარიანტებს. 30 მილიონად შეგიძლია დიოგო კოშტა მოიყვანო პორტუდან. შვენიერი ვარიანტია. 20 მილიონად მენიო შეგიძლია მილანიდან წამოიყვანო, ისედაც წასვლა უნდა მე მგონი. და რამსდეილი არის 10 მილიონად. ან სკამიდან ამოწიო მამარდა. ხო იცი რომ მამარდას ამოწევს კამიდან. მამარდა ამოვიდა სკამიდან. იყვანო რა, აი 10 მილიონიან მოგებაში გასული. ხო, იქ ხო საინტერესო გაზრდა. ხო, შეიძლება იქნება. ლოქსკრინზე უყენია გენდე რამსდეილის ფოტო. კაი, პირველი ცვლილება. ეხლა კი პირველი ფინანსური ქარდები, მას შემდეგ რაც სატრანსფერო ფანჯარაზე დაიძარით, რაღაცა მოხდა კლუბში, სხვადასხვა მიმართულებით, პოზიტიურიც და ნეგატიურიც გააჩნია, ვინ რომელს აიღებთ, მოგიდეთ ხელით და გავიგებთ. ჩემი მედი ხო იცი ხა მომივა რომ შენ ტრანსფერს ვერ გააკეთებ. კონტრდი. მაურიციოს არის. ეგეთი კაცრი ისინი არ მაქვს, რომ აი ტრანსფერს ვერ გააკეთებ. შენ არ გაიხარო და რაღაცები არ მაქვს. ანდრო დაიწყე. დაიწყე ანდრო, იქიდან დავიწყოთ ახლა. ჩემგან დაიწყო? შენ ეს პოზიტიურია მომივიდა თუ ნეგატიური? ჩემაზე ნეგატიური, რა თქმა უნდა. ახალი ფეხბურთელების ფორმები არ იყიდება, -40 მილიონი წაგება. მე არავინ არ მიყიდება. მე გაიყიდება ახალი ფეხბურთელების ფორმა. არ ვიცი, -40 მილიონი წაგება. მე 80 დაგჩარა ის 20 ხო ვიშოვე. ხო, მაგრამ ვიშოვე. ძალიან ბევრი ფული ვიშოვე და საჭირო იყო. კაი, ჩემი. ოპა, ლოგიკური აზიურ ბაზარზე გუნდის პოპულარობა იზრდება +20 მილიონი. კი ბატონო. ატარო ინდოს დამსახურება? ატარო ენდოს დამსახურება. არავინ არ ათამაშებს. ჩემი არის ეგეთი. მამარდას პოსტებმა საქართველოში გიჟივით იმუშავა +5 მილიონი მონეტიზაციიდან. სასტარტოშიც კი არ ამოწია და იმასთან იმუშავა და ჩემთან არ იმუშავა, ხო? ეგეთი მედი ეგ. დავამატოთ 5 მილიონი, 105 მილიონი მაქვს, ხო? კი. აი ბატონო. შენ 5 მილიონი მარტო, კაი არ. ხო 5. მე 40 მაქვს. ჩვენიერია 5 მილიონი. მიდი ეხლა ბაპე გამოიყვანა ბაზარზე 80. ბედი პროსტა. სახეზე შეეტოვა დროს ეგრევე. პირველი ცენტრალური მცველი, ოპა, რომელიც გასაყიდად, თუ გინდათ უბრალოდ რომ გაყიდოთ და შეცვალოთ, არის ვან დაიკი და ძალიან კარგ ფასს გაძლევთ, არარეალისტურ ცოტა ჩემი აზრით 50 მილიონი. ასაკიდან გამომდინარე და ყველაფერიდან გამომდინარე. მე გუნდის ერთი ლიდერი უკვე გავყიდე, სამისად მეორეს არ გავყიდე კაპიტანიათან და ვერანაირ წარმატებას ვერ მივაღწევ მის garaში. რა თქმა უნდა, რჩება უნდა იქ. მე ფული ვიშოვე, ნიკა, მადლობა ჩემს იაპონელ მეგობრებს. იმაზე კონსულებზე და დავიტოვე ვანდაიქს ამჭიდრა ფული. თან მით უმეტეს, ხო, ამ ხალხს ისედაც არ შევეხებოდი, ანუ კიდე ერთი კაცია, ვისაც აი არ შევეხებოდი შანსი არა და მე რა ვიტყვი. აბსოლუტურად ვიაზრებ ამ ხალხის აზრს. მეც ვერ გავყიდი ვანდაიქს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდ ფორმაშია ჩვენი მეგობარი და უარესებში სხვა არიან სხვები. უარესებში არიან სხვები ვინ?
კონატე უშუალოდ ლივერპულზე ამბობ. ლივერპულს შეიძლება გეთახმება. კი. მაგრამ ზე აისახება რა. ვანდაიკი არის 34 წლის საშინელი სეზონი აქ რეალურად, მაგრამ გამონათებები აქვს განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. ის გატანილი გოლები, ის მუხტი და ის კაპიტნის სამკლაური და ის მიდგომები რაც აქვს, ჩემი აზრით ძალიან ბევრს ნიშნავს რა. მიუხედავად ამ ყველაფერისა, მაინც ვერ გავყიდი. გუნდის ლიდერი არის. არის. ბატონო, როგორც თუ ფიქრობთ რომ უნდა გაახალგაზრდავდეს გუნდი უბრალოდ, იმიტომ რომ მაგალითად ვარიანტი უკვე არ გაყიდეთ, მაგრამ ბასტონი იყო ვარიანტი. რაც იქნებ კონატე გავყიდოთ და ბასტონი იქნება და 60+ მილიონზე, ხო? 60 მილიონად ბასტონი. ზუსტად 60 მილიონი. მინუსად შეგად. ხო, არა, კაი იყო. ანუ გაახალგაზრდავებას თვითონ გუნდის 34 მაშინ ლივერპულს 4 წელიანი ხო ათამაშებთ. და ეს ბასტონი შეიძლება 4 წელიანი კარგი აღმოჩნდეს, არ ვიცი. მაგრამ მირჩევნია ვანდაიკი ყავს 4 წელიანი შვიდე ბასტონი. თან ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ ამ სეზონში უნდა მიაღწიოს ლივერპულმა წარმატებას. და უნდა გააგრძელოს გუნდმა ასევე წარმატებული სვლა შემდეგ სეზონში. მე თავარ აქცენტს მაინც ვაკეთებ ამ სეზონზე. ამ სეზონში წარმატება. ეს სეზონი მნიშვნელოვანია და მომავალიც ახლა ერთი წელს ხვარ და ხო, არა, მესმის, მაგრამ ვანდაიკი კიდევ 2 წელი ჩემია. სლოტს შაშანდელი ლივერპული და წელს რაღაც უნდა შეიცვალოს. კაი, მაშინ ამის შემდეგ ეგრეთ ეს ხუმრობა იყო რა თქმა უნდა კომენტარებში ძალიან გთხოვთ პანიკაში არ ჩაცვიდეთ. კაი, შემდეგი. შემტევი ნახევარმცველი პირველი რა შემტევი ნახევარმცველი 10-იანი ცალკე გვაქვს ეს მოწეული. ეს არის მაკალისტერი, მეგობრებო, 80 მილიონად თუ გინდათ გაყიდეთ. ყიდი. 80? კი, მაკალისტერის ფასი მე ფინანსები მჭირდება, თან მაკალისტერმა კარგად ვერ დაიწყო სეზონი, გასაგებია რომ მადრიდის რეალთან მაგალითად თამაშა და გოლის გაიტანა, მაგრამ რაღაცა გადამწვარს გავს მაკალისტერი. თითქოს უენერგიოდ არის და ამ სეზონში მე მინდა რომ მივახციო წარმატებას, თან ფული მჭირდება, იმიტომ რომ 40 მილიონი რაღაც სისულელის დავკარგე, ამიტომ 160 მილიონი მექნება. მე დადრო არ მინდა პროსტა ერთმანეთს დავართვათ მე ფული მე ვხიდი რა. ხო, არა, მაგას ვუძახ. ზუკაც გაყიდის ალბათ. არა, მე არ გავყვე. 80-ია და მაგით, არა, მე რატო ვყიდე. მაკალისტერს, ანუ ანდრო მართალია, მაგრამ მაკალისტერს 40-სადაც არ გავყიდდი მაგალითად, მაგრამ 80-სად უნდა გავყიდე. კარგი ფასია. მოკლედ, მე ამ ორ ფეხბურთელს შორის უფრო გრაუნბერგს გავყიდდი რა. ხო და შესაბამისად ალექსის ვერ გავყიდი, იმიტომ რომ ტრანსფერ მარკეტზე მაკალისტერის ფასი 100 მილიონი თუ რაღაცა უბრალოდ ცოტა ჩამოვიყვანა, მაგრამ რეალობასთან და მაგდენის მაკალისტერი 26 წლისაა ჯერ და ეგ არის. 26 წლის. ძალიან კაი სეზონიდან მოდის. ხო, არა, ღირს, კაი. კარგი, პრემიერ ლიგის ორიონ გაყიდეთ, ხო? პრემიერ ორიონ ლიგის გაყიდეთ. ვარიანტი რა არის? ერთი უფასოს ამოყვანა კეტის ჯონსის და სამი ვარიანტი. ნიკოლო ბარელა 80 მილიონადვე. ანჯელო შტილერი 45 მილიონად და კობი მეინუ 30 მილიონად. აი ბარელა მოყავს. მეც ბარელა მინდა რა ვიცი. უნდა ივაჭო. უთა ეხა ამაზე უნდა წავართვათ ფული რა. ზუკას აზიანებს ეს. ზუკას წისკუზე ვასხამ წყალს. შტილერი ბიჭო, აი შტილერის თამაშებს სამწუხაროდ არ უყურებ, თორე დავასაბუთებდი. მაგრამ მადრიდის რეალს უნდა ძალიან. კობი მეინუ ყველას უნდა ხო? შტილერი უნდა ყველას მართლა. არ მართლა ყველას. არა, მესმის, უბრალოდ რაზე გამეცი. და რა თქმა უნდა, ბარელა 80 მილიონი ოღონდ იმიტომ ღირს, რომ ბარელა established უფრო მეტი აქვს დამტკიცებული. არა, შტილერი და შტილერზე იმიტომ გამეცინა, განაც ფეხბურთელი უბრალოდ ეგრევე მივხვდი, რომ მესამე უარესი იქნებოდა და ბარელაზე უნდა დავაყაროთ მინდა ანდრო. კობი მეინუს იქნებ კლუბის შესვლა ჭირდება და დიდი ფეხბურთი. არა, ხო, აი ეგეც საძებელია მიყვარს, მაგრამ მანჩესტერის ფეხბურთელი ლივერპულში გადავიყვანა, არ მიყვარს. ნიკოლო ბარელას არის ანუ თქვენ შორის დაიწყეთ ვირას იხდით 90. 10 მოუმატე კაცო. აქ ოვრით მომნათება არა. არა. 5-ით ანათ. 90. ბარელა მაკა. ანდრო ფული რამდენი აქვს? 160. შენ? 200 აქვს. ოპა, აბა ივაჭრეთ მე. მაშინ ძვირად გავადა. მაგრამ მე რას ვამბიცი? ხო. თან შევასრულებ ჩემ quest-ს ანდრო. ხო, სხვა ჩემპიონი და პრემიერ ლიგის მაგრამ მე ახლა შტილერის მოყვარული არ ვარ. 100. კიდე 10 კიდე 10, მე არ გამიძვირებია. შენ თავს გაუძვირე. ხო, ესე ვიქცევ ხოლმე ზოგადად. 100 ბიჭო. ჩემ ტაქტიკა არის ეგეთი. და მე მაქსამიდან უნდა ავარჩიო, მე მაქსამიდან ავარჩიო. პრინციპში სწორი გაზრდილება იქნება, მე ცოტა აი ემოციური. 105. 110. გადაგზეთ. არ შემჩეა ფული და არ გავყიდი სხვა. ხო, მესმის კი. 110? ხო. ეგ 200? კაი 115 რა. 115 მილიონად ბარელა. კარგია. 120. ანდროი, მე აი ვიცი რომ არ შემარჩენ. ცეხე 150-ზე დაამთავრა. 150-ად შევარჩა. 150-ად ვიცი რომ შემარჩენ. კაი 125. ხო რა, გავატანი და მე აღარ შეგეცილი. მე მიწევ შტილერი ან კობი მეინუ. კობი მეინუ დააყიდე. კობი მეინუ ხალხი რას იტყვის მე ანდრო საუკეთესო გუნდი ყავს, იმიტომ რომ კობი მეინუ დგასო?
არ იტყვის ხალხი მაგას. არა, თქვენ უნდა გააძლიეროთ ლივერპული ისედაც. ხო და ეს გაძლიერება არ გამდის 130. და რამდენი 30 მილიონი. კი, და არ ვიყიდი არავის რა გაიგებდი ხო. შტილერი მაკალისტერის. ან გაიყიდე კიდევ ვინმეს. ბარელოთი უკეთესდება და იმით უარესდება. მაგრამ მაკალისტერს შეიძლება არ ვაფასებ და არ უნდა გამეყიდა. მე ძალიან ვაფასებ. არა, ეხლა უკვე მეც ვთქვა. თქვენ არ აფასებთ. ისა ვიცნო. 115 კაი. 115. ფინანსური კარდები კიდე გვექნება? კი. ხო, დამეცეს. კიდე გვექნება? 155. იქნებ ვაფშე შენ ჯიპი დარამატებ მე. 150 კაი და გამატანე ხა. 150-ად გაგატარო ოპა, არა 155 თქვი და. 150, მაგრამ მე ხوار მე რიცხება ის ფული ისე 160 150-ია, ხო? და ამ ჩემ 200 მილიონი გაქვს, ხო? 115. ვაი, ბოლომდე იმას ვის. ანუ 160 რო თქვა მე ნებდები, ხო? 160 გნებდა. ო, კაი 160 და ბარელა. ბარელა 160-ად. ხო რა, ფულს მაინც დავახარჯი. კი, მართალია. ხალხო, ხე ეს სიბოროტე არაა. მე ამ სიბოროტე, რა სიბოროტე კაცო? მისერე ხო კომენტა, ოუ შენ მიხარ და რაღაცა ეს. ვინ ვარ, მოგება. შტილერი, ვინავე ნოდარი ვარ. კერტის ჯონსი. სკამიდან ამოყვანის საშუალებას მაინც გაძლევ. კერტის ჯონს, ხო? ხო, შტილერი 45 ან შტილერი. შტილერი 45. შტილერი არის ძალიან დაუფასებელი ფეხბურთელი. ბრო ჯერ არ ვიცი ბუნდესლიგის ბევრი ამბავია რა. ჯერ არ ვიცი თორე ბევრი. ბიჭო, რავი, რეალს შეიძლება მე რეჩვენი თამაშობს შემცველა და აპრიორი ხო არა რომ ვითამაშებს კაი ფეხბურთელი ხო, ბიჭო რა ვიზუალურად მოშეაფასებ ფეხბურთელებს რა, ჩემი ის იქნება. ნუ ეგეც არის, ხო. უყურებენ ფოტოს და აუ ეს რა გვინდა და რაღაცა და. შეიძლება ეგეც იყოს. რონალდინიოც არ ყოფილა ლამაზმანი, მაგრამ შენერ ფეხბურთს თამაშობს. რიბერი რიბერი. რიბერიც რა ვიცი. არა, რა. შტილერი კაი ფეხბურთელი, რამდენად ვიყიდე შტილერი? 45-ად. 45-ით. დაგჭა. კობი მეინ ჩვენი ფეხბურთელია, ძალიან დიდი ტალანტია და ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი როდი თამაშა, და მაგრამ ყველაფერი წინა გთან, რა. მანჩესტერიდან ლივერპულში აბსოლუტურად გეთახმობთ რომ ეგ არ უნდა გექნათ არც მეინუ შეიძლება თუნდაც გილოსა ხა მეინუ. მარჯვენა ვინგერი მეგობრებო. მარჯვენა ვინგერი სალაჰი 50 მილიონად. 50 მილიონად. ანუ ესეც ძალიან მომატებული ამ მაქვს. შენ დარაბები რამდენად იყიდიან? არაფრად უფასოდ გადავა და ტრანსფერ უდიდეს ხელფას მარკეტი მისცემენ. უდიდეს ხელფას, არ მომატებული მაქვს უფრო ნაკლები იქ. მართლა ტრანსფერში უფრო ნაკლები. ნაკლე ეგრე მახსოვს, იმიტომ რომ ასაკში არის უბრალოდ რა ხო სალაჰი. მაგრამ საუდის არაბეთს ვითვალისწინებთ საუდის არაბეთი უბრალოდ დიდ ხელფას გადაუხდის, თორე ფულს კი არ გადაიხდის დიდ ტრანსფერში. ნანდურ ჩაწერი იტოვე ზუკა? არ ვიტოვებ ყიდი სალაჰს ყიდი ზუკა. მადლობა. ბიჭო ზუკას თუ ყიდის და მე ამას უნდა იმას ვქნა. ვებრძოლო. სალაჰზე უკეთესო ერავის ვერ იმას ვიძამ რა. ზუკასთან ვიქნები 40 მილიონით ჩამორჩენაში. გასვლა მინუსებში შეგიძლიათ, თავარია თამაშის ბოლოს არ იყოთ მინუსში. მაგას ვერ ვიტობი, ეხა იქ რომ ამომივიდეს, ჯეკპოტი მინდა რომ აქედან ამოვიდეს. კაი, მე არ გავყიდი მოჰამედ სალას. არც მე არ ყიდი, მაგრამ ეს რა მომგებიან სიტუაციაში რჩება რო არ ყიდი. კი. ძალიან კაი, ძალიან არ ყიდი. მოჩა. არ მე არ დათვალე 1, 2, 3, მართლა არ ყიდი. წავედი. იმიტომ რომ ნიკა, შეიძლება ჩავარდნა აქ, არა, არა. კარგი ეს ვარიანტია. ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ამ სეზონში მინდა რამე. კარგი ვარიანტი. მარჯვენა ვინგერი, მოკლედ, სკამიდან თუ გინდა ამოწიო კიეზა თავისთავად ეგიცი. გავატარეთ. დეზირე დუე 100 მილიონი, დეზირე დუე 100 მილიონი. კარიმ ადეიმი, როგორ ადეიმი? ადეიემი. ადეიმი. ბოდიში. ის ვინც კარიმ უნდა იყოს. ადეიმი 80 მილიონი და ვინ წარმოგიდგენია? მაიკ ლოლისე. ლისე. არა, ლოლისე. ოლისე. ოლისე არა, ძალიან დავიხდი, სხვადასხვის ბიჭო, როცა ყველაფერს ვადგენდით იყო ოლისეს ვერსია, მაგრამ ფიქრის დროს იმდენად არარეალისტურად მომეჩვენა. ბიჭო, არა და რატო, უფრო რატო? გადავა. ოლისეა, ლივერპულში ვიდრე სუსტად ოლისეა. დუე, მაგრამ ნუ უკვე ნათქვა მი. დუე ვიღაც ხო, დუეს ვერ შეელევა პარი სენ-ჟერმენი. ჯერ პაცი. ანუ ოლისე იმენა კაი ვერსია და ოლისე არ არის პატარა? სალას შემცვლოდი რომ ფიქრობდი ოლისე უნდა ყოფილიყო და კი, უნდა თუმცა გეცვა ჩემი არის აზრი. სამوارი. მაგრამ მესამე უკვე იულიანო როგორც სიმეონია ფულის დაზოგვა თუ გინდა 30 მილიონად. ანუ დეზირე ბოლო დუე, მითქვი? სიმეონი. სიმეონე. ჯულიანო? ბიჭო, იულიანო. დუეში 100. დეზირე დუე 100, ადეიემი 80, თურმე დატოვეს სალაჰი. აუ როგორ ველოდი რა თურმე დატოვებს სალაჰი. დუე აი. მომავალზე არ ფიქრობ ლივერპულის არავი. ფიქრობთ, მაგრამ მე ამ სეზონში მინდა მივახციო წარმატება. დუეა ხო, სხვა გზა არა. ორივე რა. დეზირე დუე 100 მილიონი. საფაქტო ასე გაიზარდა ჩემი აზრით და 38-მდე, კაი არა. სალაჰი 1-2 წელი გავედი თამაშობს. მეკარები თამაშობენ არ ვიცი. ვიცი რეგრესია აქვს სალას, თუმცა სტატპატინგით მაინც სალაჰი არის ესა პროფესიონალი რა, ანუ და ეგ ძალიან ეხმარება ასაკის გაზრდაში. თავის ხელს მაგრადული. ხო, მაგრამ მეორე ფინანსური კარდები მეგობრებო თუ მოიცა შეიძლება. ზუკამ რა ეჭა? დუე 100 მილიონი. დუე 100 დაგჭა 55. ეგრეა. ოჩა ზუკა.
ბიჭო, იგივეებს ხო არიგებთ ანდრო? ხა? იგივეებს ხო არიგებთ? არა, ცალ-ცალკე უდეს ხოლმე. იგივე ანდრო აიღო, ეკარდი აიღე. ზუკა შენ? მე ხა უნდა ავიღო. ხო. ბოლო არ მინდა კაცი. ავედით. ხო! გაათმაგე შენი ბიუჯეტი. ციხე შენ დაიწყე ახლა. რა მაგარია. რა ისე უკვე სტადიონზე წყალი ჩამოვიდა და -20 მილიონი რეაბილიტაცია. ეგ ოლტრაფორდი არაა ისე? ბიჭო, მე საინტერესო რაღაც ამომივიდა. ედი პიმბლეტი. აბა გააგზილეთ რა. აპირებს ჯგუფს ენფილდზე და ამის გამო ბილეთები გაიყიდება და შენ +5. კაი ვერსია შენი? არ არის სწორი? პედი პიმბლეტი ჩემპიონი გახდა, რა ვიცი, ლივერპულის პოპულარობა. ნუ მოკლედ, პოზიტიურია ყველაფერი. პოზიტიურია. პედი პიმბლეტი ლივერპულის სახე გახდა და ამერიკიდან შემოსავალი +10 მილიონია. ხო, მე როგორც მივხვდით ვაყურებლებო ფინანსური fair play ჯარიმა მოვიდა -25 მილიონი. 25 რა ამბობია. არ ვიცი, ბიჭო, 65 მილიონი დავკარგე უკვე სისულენის. 25 იყო ანდრო? კი. მე მგონი ყველაზე დიდი მინუსები ამ 90. 40 ხო, ანუ ამას წინასწარ ვნახავ ეხლა და აღარა მოვიხარ. მეტი აღარ არის ფინანსური მორჩა. ანუ მეტი? ფინანსური აღარ არის. ერთის დაგვიმოწა. 3 დარჩა მაგრამ. ერთის დაგვიმოწა. კაი, ბოლოს არ შეიძლება ისე მინუსი აიღო და. აი, მისჩევნია. კაი. ზუკა 3 წუთას აქვს 65, 20 აქვს ციხეს და 90 გაკ ანდრო შენ. ხო, სტილერი ვიყიდე მარტო და ხო. ფინანსური იმაში გადავიხარ. ბიჭო, აი მაკალისტერს ასაკი აღარ მახსოვდა. 26-ია ბიჭო, ცოტა არ უნდა პატარა. გამეყიდე, ხო. მეგრამეყიდა. არელა ჩაუზა. 10-იანზე ვირცი ხო. 90 მილიონს გთავაზობენ. მეც არა ბიჭო, 90? დააკლეს კი. 90 ნუ მილიონს. დააკვირდებოდა. ასაც კი არ გთავაზობ. არა, 90-ს გთავაზობენ. თუ გინდათ გაყიდეთ, თუ გინდა არა. ვირზე უკეთესი ვერ მოვიე და რო. ბიჭო, ხო თან მომავლის პროექტი. 10-იანზე ვის გვეტყვის ახლა ის უნდა ვიფიქროთ. მაგრამ მე თან ის მაქვს შესასრულებელი. სამი ტრანსფერი მაგაზე ვფიქრობ. 10-იანზე ვირცი. ანუ რომელ პოზიციებზე უნდა დავხარჯო? არ მინდა თან შეგებრძოლოთ რა მე, იმიტომ რომ წავაგებ მაგ ბრძოლაში. კაი. ზუკა შენ ამოწია სათადარიგოდან ერთი კაცი უკვე. არა, არა, შენ ფლანგიცული არ გამომიტანია და შენ მე ბარელა. ხო. ვირცი, კაი. გავყიდი. შენ გაიყიდა ვერც. თუ თუ შენ არ ყიდი, მაშინ გავყიდი. არა, მე გავყიდ თუ გინდა. და ახლა ხო, გაიყიდ. მე თან ის მაქვს შესრულებული. კაი, თქვენთან ბრძოლა არ მინდა უბრალოდ რა, აუქციონს. ზავი გინდა, ანუ ხო, იმიტომ რომ წავაგებ აუქციონს და მე მეორე უნდა. ვირც შეეწყობა ჩვენი ურად ლივერპულს და არა, ვიცი, მე ის რო არ მქონდეს შესასრულებელი. ვირც ავიტოვებდი რა. ვირც ვყიდი, კაი. მე არ მომწონს. ვიტოვებ, მეც ვიტოვებ ვირც მოკლედ. 90 მილიონი შესაბამისად 110 მაქვს ამ წელს. რავი, 120 მილიონიანი არავინ ვერ გეყოლება წესრით. 110 მილიონად არის არდა გივლერი. 100 მილიონად არის ნიკო პასი. და 100-ად? აბა ზურა თუ დრო და მორგან როჯერსია 90 მილიონად. მორგან როჯერსი რა. სხვა ჩემპიონატი დანაც კი არ არის. აი, მორგან როჯერსი არის, სადაც ავიყვანე ხა. სხვა ჩემპიონატი უნდა ავიყვანო. ანუ ნიკო პასი აბა რა იღირება რეალმა. ცოტა იაფი რა, ერთი 80-70 უნდა გედეს შემიანა. ანუ ვირცი უფრო ძვირი უნდა ღირდეს. ვირცი უბრალოდ სეზონის სტარტიდან გამომდინარე და შეხედეს და 7 თამაში რა პერიოდი. მგონი კაი, უნდა ჩავანაცვლო ხო და ნიკო პასი იყოს. ნიკო პასი 100 მილიონი. შენ რას ამოქოვე ნიკო პასზე ეგრეს თქვი უბრალოდ. შენ თონო თქვი რა. დიდებული ფეხბურთელი. გადაფასებულიაო და ოერიაო. მართლა ბიჭი, კი, არ ვიცოდი. მე არ ვთქვი მაგაში, მაგრამ ციხეს უნდა შევაფასო. კაი ბატონო. ციხეს აზრით. ვირცი მყავს? არა. ფლანგის მცველი პირველი მეგობრებო, ვინც გამოდის, არის მარცხენა. და კერკეზი. მე ვეჭველი მიწევს გაგეთო. კერკეზი და ისე რა გიც კერკეზი. 35 მილიონი. რამდენი? 35 მილიონი. 35 კერკეზი. გაგიდო 35-დან არ გავყიდდი, მაგრამ მიწევს, იმიტომ რომ მისია. მეორე გაყიდე თუ გინდა. მეორესაც მივაყოლა. შენ მისია ქონდა ამ დრო? თუ გაკიდე ფლანგის სველი. ერთ-ერთი. კაი, მე ვერ გავყიდი, იმიტომ რომ ფული აღარ მექნება ამათთან ბრძოლაში მე ფული უნდა ვიშოვო ტრანსფერი. სკამიდან ისე რობერტსონი ამოვა, ხო, ლოგიკურად. რა თქმა უნდა. მაგრამ წინ მეც აღარ გეტყვი. რობერტსონი ძალიან ძვირი მომდევნო სეზონში. მე ვყიდი კერკეს. ვერ ვყიდი მე სამწუხაროდ. შენ ზუკა? კერკეზს მე ვიტოვებ. შენ ციტოვებდო? კი. მაგალითად შენ ერთი სკამიდან, ხო? ბიჭო, სკამიდან და ფორვარდებისთვის უნდა დავიტოვო ერთორე. ვარიანტები რაც გაქვს. ლუის კელი 50 მილიონად, 45-ად ტეო ერნანდესი და 30-ად ჯეტ სპენსი. შენ ეს რაც ვიზა? ჯეტ სპენსი აიყვანა. ჯეცպես აიყვანა, თქმა უნდა. ტეო ერნანდესი, რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი მარცხენა მცველია.
მიმყავს 55-ად, ხო? კი. აქ მაინც ვიყიდა. რა შვება აქ ილოვში ანდრო? გოლები გაქვს ხოთი შორის. კი, Instagram-ზე ვადევნებ თვალს. ფოტოებს. ეონ გადაწყვიტა რომ უნდა დაბრუნდეს რა და ამიტომ. კი და აქ ფორმაშიც იქნება. სოფლიომდე ჭირდება ახლა. მარჯვენა მცველიც გამოვიყვანოთ ვარე. მიდი? ფრიმპონგი? ხო. 50 მილიონად ჭირდება. ყიდი, აბსოლუტურად. სწორი გადაწყვეტილება. შერციტოვე? კი. ამან იქნები ვინ ამოსდის ახლა? მიდი, აბა. ჰაკიმი ამოსდის, რეალურად. ჰაკიმის არ ჰაკიმის არ გამოუშვებდა ეხლა. და ამ წამს კანდრო 130, ხო. აბა? 130 მილიონი გაქვს? კი. და მე მოიცადე სკამიდან შემომდის კონორ ბრედლი ხო თუ რამე? კონორბედი არაც უნდა ვარიანტი. ფრიმპონგის მაგივრად არის სამი ვარიანტი. მოიცა იქნებ მეც ვყიდი. თუ წინასწარ ამოფხოლე მაგას. არა, თქვი. თუ ყიდი მითხარი. არ შეებრძოლო ახლა ბარელა ხო იმასკენ. და ეს სხვა ჩემპიონატი ამის შეიძლება. არა, რა ვერ შეგებრძოლება, რომ პირველი ვარიანტი შენ გექნება. ოკეი. მე მეორე ნორმალური იყოს თქო რა. ოკეი. ოკეი, მიდი. მაშინ ეგრე გავიგოთ. ფრიმპონგი. და 50? ხო. მიდი გავიგოთ. არა. ბევრი წავდი, ფრიმპონგი იყოს. 65 მილიონად კუნდე. 50 მილიონად პედრო პორო. ან 25 მილიონად დოდო ფიორენტინადან. ახალგაზრდა ვარიანტი თამაშია. ყვარას პირველი არა, ყავს გაჩერებული. ერთ თამაში. ერთ თამაში. მეოთხე ტურის თამაშია. კი. ნანუ თქვენ რა გინდათ ხარ უხნა რომ დავიტო კონორბლედლი? რატო? კუნდე და პედრო პოროც არის. კუნდე ჯობია ახლა. კუნდე ობიექტურად ჯობია. კუნდე კაი ტრანსფერია სხვა შორის, მაგრამ 65-ად? და თან მინუს ლივერპულში 15 მილიონი ძვირი გეც. კუნდე ლივერპულში ფრანგული ფლანგები მყავდეს, ტეო დე კუნდე? თუ გინდა პედრო პორო მოიყვანე, კარგი სეზონიც აქვს. კარგი ფეხბურთელიც არის. მაგრამ ერთ-ერთზე საშინელი დიდად მცველია. არ მიყვარს. ეი, გვანა ერთმანეთს აუმეტეს თუ ჩემი პორო და ფრიმპონგი. ერთ-ერთზე დაცვაში საშინელი მცველია. კუნდეს რო ცუდი სეზონი აქვს, ხალხმა იცის ეგ? ისე როგორც ფრიმპონგი მამე. ბიჭო, აი არა უშ, ეგრე ვირცაც უცუდი სეზონი აქვს. ხო, არა. ხალხ კუნდე ხო გახსოვთ რა кай ფეხბურთი. კუნდეს ვიყიდი. კუნდე. კუნდე ჩემზე 15 მილიონი ძვირი უნდა ღირდეს. კი, რა, უკვე ბევრად უკეთესი მცველია ფრიმპონგი. თან მე მარცხნივ მეყოლება ტეორენდესი რომელიც ჩეტევებში ხშირად ერთვება და კარგად ერთვება და ასიმეტრიული ფლანგებით კუნდე დააბალანსებს. კუნდე დაცვაში. დაცვა ახლა უკეთესი მყავს, ვიდრე მყავდა. ამას კი ბატონო. შენ ის შეასრულე, ხო? მე ჩერჩა, კი. ლუკას არ შეუსრულებ მე ერთი და მე ხა ფორვარდი. შევასრულებ. ფორვარდი. აი ეხა შევასრულებ. ისაკში 120 მილიონი. ყიდი. ყიდი. მე არ მიყვარს ალექსანდერ ისაკი, ზაფხულში რეაბილიტაცია კადრა მაგის გამო. ხალხი კი გამოვა ეხა დააბარო, ეს თქვენ. მე ხო ვფიქრობ შენ ვის მოგიყვანს. ბიჭო, მე შეიძლება ესე ოქნა. უგო ეკიტიკე ამოწიო. ხო იცი რა, მაგრამ მევასებ. აი ეკიტიკეა მაგის შემცვლელი, ხო? თავის ეგ დასწრებაზეა. წინასწარ არ გეუბნებით ხოლმე, მაგრამ ხო ხვდებით ლოგიკურად. ხო არა, ამოწევა დასწრებაზე არის კა. ამოწევა არა, არა, ამოწევა შეიძლება მეც მაგას ვაკეთე. შენც ეკიტიკას. არა, ამოწევა მინდა. შენ გიწევს შენი კვესტის მე შესრულება. ჩემი კვესტის შესრულება მიწევს და ამოწევა. აი, ანუ შენ უკვე გადაწყვეტე პრინციპში რომ ყიდა. და პლუს 120 მილიონი. არა, წევ ხო, მაგრამ უგო ეკიტიკეს. ხო, და ხო, 100 ანუ მილიონს ყიდი. იღებ. ბოდიში. ეგრე, ბოდიში. ანუ გამდიდრდი ხო, რამდენი გაქვს? 165 პლუს რამდენი მწვარი? 100. შენ ამ წუთას გაქვს 185 მილიონი. გადასარევ. აბა გამოუში. ბიჭო, კაი, ისაც არა, ვიტოვებ, თუ არ ვიტოვებ. ან ბევრი უკეთესი ვარიანტი არ ეყოლება ის. ხო, მოდი ისაკს გაუშვებ რა ყიდი ისაკს. ისაკი ყველამ გაგიხდეთ. 130 მილიონი. მე მეგონა თქვენ გიყვართ. 130 მილიონი მაქვს ამ წამს. ბიჭო, არა, მიყვარს, მაგრამ მე ძალიან მიყვარს. სტრატეგიული ნაბიჯი. მე ნიუკასში მიყვართ. მეგობრებო, გეტყვით ჰარჩევანი რა არის? ეკიტიკეს ამოყვანა თავისთავად. ხულიან ალვარესი 140 მილიონი. აჰა. ვიქტორ ოსიმენი 80 მილიონი კარგია. და მატეტა 45 მილიონი. ეკიტიკე ხო მაინც დამრჩება ახლა ესე რომ ვიყიდო ეკიტიკეს კამზე დამრჩება ხო ჩაულებრივად. რა თქმა უნდა, არის თვალისწინებელი. ხო, ძირითადად ვითვალისწინებ. ეკიტიკეს მეყოლება. შენ ეკიტიკე ამოწიე? კი. თქვენ რა შვებით? აუ მარცხენა ფლანგზე დააყენებს იმას, გრინდაიზერს დენფული აქვს. აი რა ეს არის საშუალებას ხო? მე ვერ ყიდულობა აუარეს, ნუ მინუსებში გასვლა როგორც გითხარი. არ მინდა. ხო. ოსიმეს უმიზნე? არა, მე კარგად იყობთ მაშინ. იდეალურად ანუ იყო. იმას თუ რა. ოსიმე შენ უმიზნებ და ხულიან ალვარეს, არა მე მგონია რომ ვაჭრობაც არ ოსიმენი მოგიწევს. ლივერპულში იფრენს. ანუ ეგრე ხულიან მგონია. ალვარესი ციფრად ჩემი აზრით. ხულიან ალვარესი კაი, იფრენს. სხვაგრეა მაშინ მინუსებში გასვლა, ხო შემიძლია ამ წამს. კი. მე რო დავაბალანსო და მაგრამ მარცხენა და რემო. მოკლედ, მე რო მოდი იყოს ხულიან ალვარესი. მე რო არ ეგ ამ ამოცანა არ მქონდეს,
რომ სკამი და ვიღაცა მოყვა ალვარეს ვიყიდი აუცილებლად. და მინუსებში არ გავიდოდი მინუსებში. მე მგონია რომ მაგის გამო ვტოვებ ხა ეკიტიკეს, თორე ხულიან ალვარესის კიდე ძალიან სწორი. გაკოს დასვლა მოგიწევს რიონ გუმუას თუ იმის და შემოყავს გაკოს დასვლა ვიყიდი ვიღაცას. ფიქრობ ხა. მე შეიძლება ხო შეიძლება ვევაჭრო. შეიძლება გევაჭროს. იმიტომ რომ 140 დიაპრიანად მაგას ვიზარ. მეგობრებო. შეიძლება ივაჭროს. ვაჭრო. რას ვაჭრო? ალვარეს. ეხ მე ის დამავიწყდა რომ ფული შეიძლება არ მქონდეს და მე რა იმის. თუ ალვარესზე ვაჭრობ, ხა ვერ შეგეწინა. არ მეწინააღმდეგები? 130 ღირს, ხო? თუ 140. 140 ღირს ალვარეს. მიმყავს. 140. 140 თქო, ციფრ მინუსებში გადიხარ ანდრო. ხუთი უნდა მოუმატოთ ვიღაცა. მე რამდენი მაქვს? 65 ხო? შენ 185 გა. მოიცა, ისაკის ხული არ მიიმატე, ხო? ოკეი, ისაკს თუ ყიდი ალვარესი მაინც უნდა მოვიყვანო, ამიტომაც ხულიან ალვარესი. ოუ რა კაი შეტევა. და ნიკოპასი ალვარესი კარგი იქნება. და 155 ხდი ანუ, იმიტომ რომ ოსიმენი რა გესნიკა? 125 რატო ვიხდი? რამდენი? იმიტომ რომ 5-ით მეტი ხო უნდა გაუძვირო, აბა 140 ციხეც შემოხვედი. ოკეი, 125. შემოვედი, მქონდეს თუ გინდა. მაგრამ კაი, 125. ხო რა, fair play ჩემ მე მეგონა არ მიყავდა და მაგით არ ჩემგანს fair play 155. და რას ვიზახი, იცი? ოსიმენი რა ღირს? 80. ანუ პლუს 40 მრჩება მაგ ტრანსფერი. ხო, ოსიმენს დავაყენე მე. და შესაბამისად სხვა ჩემპიონატიდან მოყვანილი ფეხბურთელების quest-იც შესრულებულია 3 მოვიყვანა. 3 მოვიყვანა. ოსიმენი, ბარელა და ნიკოპასი. ფული ანუ ზუგას აქვს 185, 50 ციხეს და ანდროს 40 და აიღეთ ბოლო ფინანსური quest-ებიც მაშინ. quest-ები არა, უბრალოდ რა. იგი დარჩა, ხო? კიდე მინუსი აიღე. კი. დაიწყება ზუგა. აუ, ეს რა არის? აკადემიიდან საფეხბურთელი გაიყიდა არაბეთში პლუს 20 მილიონი. სამივეში გაუმართლა, სამივეში არ გამარჯვა. ამბოვი. მე მაქვს მენეჯმენტის შედეგებით უკმაყოფილოა -10 მილიონი შარულების შემოჭერისთვის. 205 შარულებისა თუ მილიონი. ქამრები? საწავი. კამერები უნდა იყოს. კამერები უნდა იყოს. შარლები წერი არის. ხო და მე უარესი შეიძლება გიყო საფონდო ბირჟაზე კრიზისია -30 მილიონი სპონსორები. ვა რა კაია ბიჭებო. მე 20. კიდევ კაი მინუსებში მაინც არ ჩავედი. ნიკა, აბა შენიც. ახლა კი. მარცხენა ვინგერად. მარცხენა ვინგერს ბოლოს გამოვიტან. აი მომიყვანე. საფონდო ბირჟაზე რამდენი იყო მინუსი? 30-იანი. 30, 20 და ჩემთან 10. მარცხენა ფლანგზე და მარჯვენა ცენტრალურ მცველად. შენი იყო 10-იანი? რა იყო გამასანა? ყველაფრის კამერები შემოწერა იმის გამო, რომ ეს გამო მენეჯმენტის შედეგებით უკმაყოფილოა. აუ ალვარესი რომ მეყვანა ესე რა, კაი მესეს კაი შეტევა, მაგრამ ალვარესი გონია რომ ბოლო წამს მინდო და გადაბიდვა ხო იცი. 150 მინდა და მეთქვა, მაგრამ ვერ გამედი. ბოლოს გამჩი. ხო და მე მართლა გაგპო გრჩებოდა გაგპოს სათდარი გრჩებოდა მოსაყვანი. გუმუამრჩებოდა, ეგ იყო ცუდი. ან ხო მეტი არა ვინმე. ან კონატეს შემცვლელი. ან ცუდი გომეს ხო. შესაბამისად შესადილოს ეცეგრე. სწორად მოიქეცი, იმიტომ რომ ცენტრალური მცველი კონატეს შემცვლელი ყავს ენდო აქ. გამომდინარე იქიდან რომ ხანდახან უბრალოდ უთამაშია. მეტი მცველი გადარჩენილი ვარ, კი ბატონო. ჯოგომესი არ ყავდა ისა? ჯოგომესი იყო იმის შემცვლელი. ვანდაიკის. ხო. და ლეონი? ოკეი. ლეონი დამტროულია, დამტროებული ხო, რაზე. ტრამვებული. ანუ ვითვალისწინებთ რა რეალობის წინაშე ვდგავართ. ნუ არის სწორი ქმედება სწორად ხენი, მაგრამ ცენტრალური მცველი კონატე შეგიძლიათ 45 მილიონად გაყიდოთ. გავყიდე კონატე. მეც ხვედი. მეც კიდით? მაშინ მე ვიტოვებ ხა რა გიყოთ. კონატე დაიტოვა ერთამეთ. თვითონ თუ დარჩება თორე მე ვიტოვებ. რეალში ხო არ გაიქცევა უფასოდ. გავარკვევთ მაგას ორთვეში. ამ სეზონში ძალიან და. მაგრამ ახალგაზრდა მე ხა დავასაბუთებ კონატეს, თორე მეც არ მომწონს. და რა მოუმატებს თქო რა. შავარდნა. ჩვენ ახ გავიყოთ რა. როგორ გავიყოთ მითხარი? ნუ ალბათ პირველი შენთან მოდის. პირველი ნახოთ. იმიტომ რომ ამაზე ყველა ფული. გეხი სიტყვის უეჭველი და ალბათ გეხი შენთან წამო. სწორი ხარ. რა თქმა უნდა, პირველი გეხია 55 მილიონად. 45-ად არის პაჩო, შეიძლება რა ვიცი, ვიღაცისთვის უკეთესიც იყოს და სტრახინია პავლოვიჩი ჩემი? მილანიდან მოყავს 25-ად. სტრახინია ეხ სამცველიაში კაია, მაგრამ 4-ცველიაში საკმაოდ ნაღმი არის, შესაბამისად სტრახინიას მე არსად არ წავიყვან. აჩო მიყავს რა. ზუგაც ყვეც რეალურად და გასაგებია ხა ჩემთან მიცოდის მარგეხი რა თქმა უნდა. მარგეხი რომელსაც შეთანხმებული იყო ლამის ლივერპული და ძალიან სასწრაფოდ მნიშვნელოვანი კაცი იყო გეხი რომ გადასულიყო რეალურად. ალბათ მიყავს ყველაზე underrated ცველი მსოფლიოში. ყველაზე underrated მე არ ვამბობ საუკეთესოა, თუმცა გასულ სეზონში თითქმის უშეცდომად ჩაატარა მთელი play-off ჩემპიონთა ლიგაზე და კი მოიგო ლიგა. პირველი ეკვადორელი რომელსაც თელი გუნდი იქ იყო ბალონ დორზე წარდგენილი. ხო. და მარტო მცველები არ იყვნენ პარი სენ-ჟერმენი. დაკნინე რა ცოტა მარკინიოს და პაჩო. ხო, პაჩო ვანდაიკი ტეო კუნდა. აი. 55. 70-ად
ჩემგან მიდის კოდი გაკო. 70 კოდი გაკო? ხო. მიდის აუცილებლად. კოდი გაკო თუ 70-ად მიდის, შენასშვები. უშვებ რა თქმა უნდა. შენს უშვებ და კიდე ომში შემოდი ხა? ამას მეტი ფული აქვს. მაგრამ იქნებ მეტი ფული. იქნებ ისევ გავიყოთ. ბიჭო, ჩემს გავიყოთ. ხო, რა ვიხ მეორე წამსდი. კოდი გაკოს შემცველი რიონგუ მოაყავს, ხო რა თქმა უნდა ნიკა. კი, მაგრამ წინასთან ნუ მეკითხებით მაგას. არა, ლეგიონები სათად არიგოს თორე. ხო, ხა, აბა ვინ იყოლებ. ვინც არის 20 მილიონი მაქვს ამათ რაც შევებრძოლები და იყოს კოდი გაკო. შენ გაქვს 30, შენ შენზე მეტი გაკო. ვარიანტები რა გვაქვს? აი გვაქვს ცოტა ზღაპრული ვარიანტი პირველი, ხვიჩა წამოყვანა 100 მილიონად. როდრიგო რეალს გაშვება უნდა 90 მილიონად და სემენიო 60 მილიონად. სემენიოს მე არ წავიყვან, ჯერ მაინც დასამტკიცებელი აქვს ბევრი რამ. და ხვიჩაზე ფული არ ყოფნის, ვერანაირ შოვი ფულს? ვერა. არა და ზუკასაც ზუკას დამით უნდა წერა. ზუკას 265 წერა ბიჭო. ზუკას აქვს 265 მილიონი. ხო და მშვიდობაში მოიხმარა. ფული 90 მილიონად როდრიგო მიწევს რომ წავიყვან, თუმცა მიწევს იმიტომ რომ მეორე ვარიანტი ყო არა იყო, თორე როდრიგო შესანიშნავი ვარიანტია კოდი გაკოზე. უკეთესი ფეხბურთელია, ბევრად მეტი აქვს დამტკიცებული დიდ სცენაზე. ზუკა ყარა მიყავს, რა თქმა უნდა. დიახ, ხვიჩა გვარცხელი არის შენ. თან როდრიგოზეც იწერებოდა ლივერპულში. ანუ მამარდა არა, არსენაძე და ლივერპულში. სასტარტოში ყავდა მამარდა. არა, ხო, მამარდას კამი. მამარდას კამი. ბრავო, ზუკა სატრანსფერო ფანჯარა დახურა უფრო მეტი ფულით ვიდრე დაიწყო. იმიტომ რომ ყველაფერი ამასთან წავიდა. ეგ და თან გაყიდა, ისაკი რო გაყიდა ამოწია ის და შეიძლება მოიგოქიზეთ ჩვენი, საი ვირც. კაი, გუნდები თუ შეიძლება, ზუკა შენი გუნდი რა გამოვიდა საბოლოოდ. დავიწყოთ. ალისონი არის კარში. ალისონზე ბევრი ვილაპარაკეთ და ბევრს აღარ ვიტყვი, მოკლედ ჯერ ამ კაცის რომ ეს წელიც და შემდეგი წელი შეიძლება კარგი ჰქონდეს და თუ რამე შემდეგ წელს თუ ჩაუვარდა ტრამვის გამო, მამარდა შემოვიდა, მოკლედ ჩვიდად ვართ. მარჯვენა ფლანგზე ფრიმპონგი ჯერ ბევრი არაფერი გვინახავს, მაგრამ მარგეჰი დააზღვის აქედან რომ რამე ცენტრალური მცველის პოზიციიდან და არა ეგ პრობლემა. მარცხენა ფლანგზე კერკეზი ძიმედ იწყებს, მაგრამ ჩემი აზრით ლივერპულის იდენტობაში იმდენად კარგად ჯდება, რომ და ბორმუჩი იმდენად კარგი იყო, რომ ამოქაჩავს, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში მენტალობა კაი აქვს. ვანდაიკია, ლეგენდაა, ლიდერია, კაპიტანია და მას რომ გვერდით ეყოლება მარკ გეჰი, ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მართლა ზღაპრულ ფორმაშია და ლივერპული ძალიან ახლოს იყო რომ გაიფორმებინა, ჩემი აზრით ეს დაცვითი ოთხეული უკვე სხვანაირი იქნება. ჩემი აზრით ზუსტად ერთი კაცი ჭირდებოდა ლივერპულის ამ დაცვას. და ეგ არის მარკ გეჰი. ნახევარდაცვაში გრაუნბერგი, ალექსის მაკალისტერმა რეალურად ლივერპულს რატო აქვს ჩემი აზრით იცი პრობლემა? რომ ეს ორი კაცი არ თამაშობს სტაბილურად. ალექსის მაკალისტერი და გრაუნბერგი სტაბილურად სასტარტოში რო არ დგანან, თავარი პრობლემა ჩემი აზრით ლივერპულს აქვს ამის გამო. მოდი ეგრე ვთქვათ, აწი ეს ორი ფეხბურთელი თუ ითამაშებს, მანდ მორჩება ნახევარდაცვით პრობლემა, ჩემი აზრით. მერე თუ ეს ორი კაცი შეუცვლელად იქნება და წინ ფლორიან ვირცი იქნება, რომელსაც პრემიერ ლიგის სამეულშია ყველაზე მეტი შექმნილი შანსით. არის სტატისტიკა ხო იცი რომ ეგეთია, მაგრამ ჯერ სტატისტიკა არ აქვს, ეგ დროის ამბავია. მარჯვენა ფლანგიდან მყავს დეზირე დუეზე რა უნდა გითხრათ. ანუ პარი სენ-ჟერმენის ფლანგები წამოიყვანა ეგრე. ხო, მარცხნივ მყავს ხვიჩა კვარაცხელია. ესეც პარი სენ-ჟერმენი არ არის? და ხო, წინ მყავს უგუე კიტიკე რა მაგრად შეეწყო პარი სენ-ჟერმენის საშუაში. პარი სენ-ჟერმენი ლივერპულს რა მაგრად შეეწყო კი უყურებთ? ხვიჩა კვარაცხელია, ჩემი აზრით, დახატავს. აუ, იფარეს ლივერპულში და დეზირე დუე და ხვიჩა რო კარგად იცნობენ ერთმანეთს, საერთოდ არ იქნება ადაპტაციის პრობლემა და ჩემი აზრით იდეალური გუნდია. რამდენი დამჭა თანხა? 155 მილიონი თუ სწორად მაქვს ყველაფერი მონიშნული. ანუ ამებით მოიგო. მენეჯმენტით მოიგო, ამებით მოიგო. მენეჯმენტი მოუგია და გეტყვით რა. ჩემი აზრით კაი, ციხე, შენი დავალება რა იყო უბრალოდ რომ შევახსენოთ ხალხს? უნდა ამომეწიას კამიდან. და ამოწიე უგო ეგეთი. ამოწიე უგო ეგეთი. კი ბატონო, ციხე. ჩემი გუნდი, რომელიც უკანა ხუთეულით იგივეა, ანუ თავს იცავს ლივერპული კარში ალისონით. დაცვაში კერკეზი, ვანდაიკი, კონატე, ფრიპონგით, რა ვიცი, იმედია მოუმატებენ, ჯერ, რა ვიცი, 3-3 თვეა გასული მაინც. დაცვისთან კაციშვილი არ შეცვალე? ფრიპონგი და კერკეზი ახალი ტრანსფერებია და როგორც ლივერპული წყვეტს და ობიექტურად წყვეტს, რომ ჯერ მაინც დრო არის გასავლელი, რომ ფორმაში ჩაჯდნენ და მომავლის პროექტები არიან, მეც ვეთანხმები ლივერპულის ხელმძღვანელობას, რომ მომავალში ეს ფეხბურთელები მოუმატებენ. მაწინ გრავენბერგი და ნიკოლო ბარელა მაკალისტერის ესე გაყიდვა გინდა თუ არა არ მინდოდა, მაგრამ აი ამ წამს ბარელა უკეთეს ფეხბურთელი მგონია მე ვიდრე ალექსის მაკალისტერია არის. ანუ ამ ხრივ ჩემი აზრით პროგრესი მაქვს გუნდში. შემტევაში სალას ისე ვენდობი
ჯერა მაინც ალახის ესე მარტივად არ გადავხაზავ 8 სეზონიან ფეხბურთელს. ნიკო პასი კი მე არ მიყვარს, მაგრამ ფლორიან ვირცეს არ ვგიჟდებოდი და ნიკო პასის მომავლობაც იგივენაირად მე იმედება როგორც ფლორიან ვირცის და უნდა იმედებოდეს ლივერპულის გულშემატკივრად. ნუ სერიას ამ სეზონში როგორც უფრო ჩემთან შედარებით როგორ თქვა ლეგიტიმური ხალხი საუბრობს საუკეთესო ფეხბურთელია, ხო? ნიკო პასი ერთ-ერთი. მაგრამ შენ მაგას ხო არ ერთ-ერთი გახდა, ხო? და საუკეთესოა მივკიცებდნენ, ეხა ერთ-ერთი გახდა. ეგრეა მოდრიჩის თამაშობს. აი რა უკა. და მარცხნივ ისო კოდი გაკპო, ძველი გვარდია და წინ ტაცებელი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც შენაზე სამი კაცი შეცვალა. უკეთესია ვიდრე სხვა. ოსიმენი პასი ის კვესტი კვესტი შეასრულა და მორჩი, ხო? თორე შეიძლება დაგეტოვები. ბიჭო, 20 მილიონი ქონდა ვერ ვისკავდი ვერაფერს, აუცი. ჩემი აზრით მეორე საუკეთესო გუნდი ყავს რა. მეორე? ეგ პირველი რომელიც თქვენ გაიყიდეთ. დავაი, ანუ შენი ყველაფერს გეუნია, მე ვიწყებ მეკარით, მამარდაშვილი მე ამოწიე სასტარტოში და 20 მილიონი ვიშოვე, კიდე კაი ვიშოვე ის 20 მილიონი, იმიტომ ყველაფერი გამართვეს, რაც ხოდა. ხა გაითვალისწინეთ მე რა მდგომარეობაში ვიყავი, როცა ჩემ გუნდს შეაფასეთ. აი, და მე თუ არა მდგომარეობაში. კუნდე მოვიყვანე. სათბურე პირობებში იყო. უკეთესი მარჯვენა მცველი ვიდრე ფრიმპონგი და ფრიმპონგი 4 მცველიან ტაქტიკაში მე საერთოდ არ მომწონს. მარცხნივ მოვიყვანე ტეო ერნანდესი, ყველა ნახავთ პრემიერ ლიგის მოყვარულებო, თუ რა შეუძლია ტეო ერნანდეს, მატარებელი რო ჩაიქროლებს ენფილდის მარცხენა ფლანგზე. უამრავი იქნება ეს ყველაფერი. ვირჯილ ვან დაიკი საუბარი ზედმეტია, პაჩო ყველაზე underrated ცენტრალური მცველი ამჟამად სოფლიოში. დაცვა დააპგრეიდებულია ნამდვილად. ანუ იდეალურია დაცვა. მე მგონი რომ საუკეთესო დაცვა მაქვს. ნახევარდაცვაში გრაუნბერგი, რა თქმა უნდა, დაუტოვე, ძალიან მიყვარს ეს ფეხბურთელი. შტილერი, ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი. მე ბევრი თამაში არ მაქვს მისი ნანახი, მაგრამ რაც მაქვს, ძალიან კარგი თამაშია და შავი სამუშაოს ძალიან კარგი შემსრულებელია და ჩვენ არ გვიხსენებია დომინიკ სობოსლაი, რომელიც გვეყოლება სკამიდან, ისევ გუნდში მე არ გამივედი არსად, შესაბამისად შეიძლება ხანდახან სობოსლაი ამოწიო ხოლმე. ხო, ვირცის მაგერად სობოსლაი არავის აგირჩევიათ, ისქენ ნიკო პასი. ანუ ხანდახან ვირსაც დაასვენებს. ვირცი მყავს, რომელიც არის ფეხბურთის მომავალი, ბევრის აზრით და კი შეწყობა დაჭირდა და ადაპტაცია ახალგაზრდა გუნდებთან. თუმცა გაიხსნება სეზონის ბოლომდე და წინ ყავს სამი ჯადოქარი. მოჰამედ სალაჰი, პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს მარაკში ის გოლები, რომელსაც ნახავთ ალბათ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მისგან და არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში. ხულიან ალვარესი შეიძლება საუკეთესო ფორვარდი სოფლიოში, ჰარი კეინის და ჰოლანდის მერე. დამბაპეს მერე. მაქსამის მერე საუკეთესო არის და მბაპე და ჰოლანდი არ ყოლია მე ვარიანტებად, თორე იმათ ვიყიდით. ტოპ ტრანსფერი, სუპერ ტრანსფერი იმის გააქვთ აკეთებული, აი სუპერ ტრანსფერი. ნო ბარილა რა. ხო და ბარელა სუპერ ტრანსფერობა გერჩევინათ უფრო ძვირად, ვიდრე მოგვიწია ბიჭო მე არაია, ხო? იქ შტილერი არ მინდოდა. და როდრიგო ჩემპიონთა ლიგაზე კი ვიცით რას წარმოადგენს. მისტერ ჩემპიონთა ლიგა ჯერ არ არის შეიძლება, მაგრამ ჯუნიორი არის რა. ჩემპიონთა ლიგა ჯუნიორია. დაცვა ანდროს ყავს ჩემი აზრით საუკეთესო. ნახევარდაცვა აი არ ვიცი, ან ზუკას ან მე. ვიყავს ბარელა გრაუნბერგი ნიკო პასი. შენ? ვირცი, მაკალისტერი, გრაუნბერგი. ხო და ხო აი სადაა შეტევა ან ანდროს ან ზუკას. და მეკარე ჩვენ უკეთეს უკავს ამ. მეგობრებო, ჩემი აზრით მაყურებელმა გადაწყვიტოს, რომელი ლივერპულის ხილვა სურს, რომელიც ჯერა უბრალოდ რომ მოიგებს თუ საერთოდ გონია ეხა რაც არის ლივერპული, ის არის საუკეთესო გუნდი, ვიდრე თქვენაც. ეგეც არ იქნება უაზრო აზრი. ხო, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ლივერპულს მე მგონია რომ აი ჩემი შემადგენლობა უფრო გამზადებულია ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. და ზუკასი შემდეგ წლებში უფრო ასიამონებს ლივერპულის ფანებს. რა ისეთი შეტევა ყავს. შეიძლება ლიგა ამანაც მოიგოს, მაგრამ აი ისეთია, მომავალი. ხო, ეხლა როგორ უნდა თქვა, დუეზე და კვარაზე ლიგას ვერ მოიგებდნენ, როცა მოიგეს შარს. დამტკიცებულია და ჩემი გუნდი იქნება სტაბილურობა და ან აუ ჩემთანაც უბრალოდ ცოტა ცვლილებაა და ვერ შევცვალე ბევრი. მარკი ჰიცვლის ფლიანად ლივერპულს რო იცოდეთ. მადლობა მეგობრებო, მადლობა რომ პირველი გუნდი გადავაწყვეთ ერთად. კომენტარებში დაგვიწერეთ, მოგეწონათ თუ არ მოგეწონათ და რომელი გუნდის გადაწყობას იხილავთ. აი ეს რომ მოგწეროთ. უფრო გადასაწყობები არის ძალიან ბევრი. კი. ელი იტალია. ფიქრობ რომ შემდეგი წინასა დავაანონსებ Manchester United-ი იქ. ეგ ზესაინტერესოა Manchester-ი. კარგი, მადლობა. ახლა